მოკლედ, ეხა მორჩით ლექციას უნივერსიტეტში და მივდივართ მოლში, რომელიც ყველაზე ახლოს არის უნივერსიტეტთან და ნახავთ iPad-ებს. ყველაზე გადაობა ის არის, რომ გუშინ ჩავწერე ვიდეო TikTok-ზე iPad-ს როგორ ვიყენებ და მაგის მერე დაიწყო გაჭედოები. ოღონდ აი ძალიან ანუ სუიტი შებოდა. მანამდე ეს ბოლო 1 წელია ცოტა შენელდა და ვფიქრობდი გამოსვლას შემდეგ წელს. მაგრამ I guess სხვა გეგმები ქონდა iPad-ს და ეხა მივდივართ რომ ნახოთ ახალი. ეს არის განსხვავება. ფიქრობ პროსონტ ეხა 11 ინჩიანს. ეს არის ეს არის 13 ინჩიანი, ეს არის 11 ინჩიანი. და საერთოდ თავიდან ვფიქრობდი, რომ ერი ხოლმე ყიდა თქო, მაგრამ refresh rate, როგორც ვიცი, განახლების სიჩქარე აქვს ძალიან დაბალი, ამას 61-იანია. ეს არის 100-იანი. და გვერდ აი ძალიან დიდი განსხვავება. What did you get? It's a secret. Do only cash or card? Card, please. Do you need a bag? Okay, მოკლედ, ეხა ვიყიდეთ და მივდივართ სახლში და დავანბოქსინგებთ. ეხა მოვედით სხვა მაღაზიაში რომ ნახოთ кейსები. თუ აქ იქნება რამე აქ ვიყიდით, თუ არა და ონლაინ გამოვიწერ რამეს. მარწო ესენი აქვს და ყველაზე იაფიანიანი 17,000, 16,000 ღირს. იგივე ხარისხს. დაჟე კიდე უკეთეს თემუზე ალბათ 2,000-3,000-ად იყიდი. So არ ვიყიდი ახლა და გამოვიწერ. We're doing a bit of shopping and tomorrow we have first equine clinical. And he was just saying that he's not gonna show. What are you getting? Did you look good? It looks the same. How much is it? That's so much. მოკლედ, ეხა ჩაუჯექი ტემუს და ვნახე кейსი და ასევე დამცავი ეკრანის. გამოვიწერია ეს кейსი, ცოტა უფრო ვარდისფერია და უკან ესეთ ტრანსპარენტია და ასევე ეს paper like screen protector-ი და ასევე დავამატე თავები, იმიტომ რომ მით უმეტეს ამ დამცავზე ძალიან მარტივად იცვითება. თავი მაინც რომ შევიკავე და ეხლა მეცადინეობისას ვიხმარ ახლა iPad-ს, ოღონდ кейს რადგან არ მაქვს, ეხლა განახებთ რაზე მიდოს. ჩემძვალ iPad-ზე მიდოს რომ არ დაიფხაჭნოს. მაგრამ ყველაფერი გადმოიტანა და ეხლა ლექციას ვუყურებ და თან ახალ iPad-ს გამოვიყენებ. ამასაც რო მოვუჭერ მე აქ ამას აგდებს და შეგიძლია გამიყენო. აი ახლა კიდე ამას ნორმალურად ვისწავლე და მე გაჩვენებ ყველაფერს ერთად.
ამდენი ხანი თურმე მიკროფონს ვლაპარაკებად და არ მქონდა ჩართული, მაგრამ არა ვშ, თავიდან დავიწყოთ. მოკლედ, ეხა არის დილის 7:15 წუთი. გავღვიდე დაახლოებით 9 საათის წინ, გამზადები. პრობლემა არის ის, რომ ცხენების კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოგწერეს მეილი, რომ რაღაცა ვირუსის აუთბრეიკი არისო და მაგიტო ვერ შეუძლებთ, რომ შიგნით შევიდეთ, რომ ჩვენც არ გადაგვედოს და იმათაც არ გადავდოთ რაღაცები და ვიქნებით გარეთ. და მაგიტო თბილად შეიცვითო, იმიტომ რომ როცა ცხენებთან ვართ, ზემოდან გვაცვია ლურჯი რაღაცა ოვეროლებივით და შესაბამისად კურტკას ვერ ჩაისვამ შიგნიდან და ვერც გარედან. მაგიტო ეხა უნდა მოვიფიქროთ ისეთი ტანსაცმელი, რაშიც თბილად ვიქნები რამდენიმე საათი გარეთ, დილის 7-დან 3-4-მდე საღამოს, მაგრამ ეხა მომიწევს გარეთ ყოფნა ცხენებს ერთად და მაგიტო მოვიფიქროთ. ეხა განახებთ რა მოცვია. ჩავიცვი ჩვეულებრივად სპორტული შავი, რომ იქნებ თბილად ვიყო მაგითი და ელასტიკები. და ეხა განახებთ ზემოდან შევიცვა. ვფიქრობ, რომ ეს ჩავიცვა, იმიტომ რომ თხელი ამარა თან თბილია და ყველანაირად ვცდილობ, რომ რამე რასაც ვუდია, კიდე კარს ჩავიცვა, რომ ხელი არ შემეშალოს. მაგის ზემოდან კიდე გადავიცვი ესეთი შავი ჯემპრივით, რომელიც წესით ჰიტ-თექი არის Uniqlo-სგან და მაგიტო ცოტა თბილიც უნდა იყოს. ქვემოთ ჩავიცვი ჩვეულებრივად სპორტულები, შედარებით თბილი და ესე წავალ, კურტკას ჩავიცვამ, სანამ ავტობუსში ვიქნებით და ასე შემდეგ და იქ რომ მივალთ, მე ვფიქრობ, რომ ზე ჩავიცვა ესეთი ჯაკეტი. ძალიან თბილია, მაგრამ არ ვიცი რამდენად საკმარისი იქნება ეგ ყველაფერი. ვფიქრობ, კიდე ერთი ჯემპრი ხო არ წავიღო თქო, რომ ეგრე ჩანთაში მაინც მქონდეს, რომ მაინც რამე იყოს, თქვათ, რომ გავიყინო თქო, მაგრამ ნახოთ. თმა გავისწორე გუშინ, ამიტომ ეხა ამას შევიცვა. სახეზე ბევრი არაფრის დისკუსია არ მინდა, უბრალოდ დამატანიანებელს წავისვამ. ხმა თუ გასმით უკან ჯიგა კეთებს ყავას, ნუ. თუ არ იცით, ეს არის კრუმპლი. კრუმპლიჩკა. კრუმპლი ნიშნავს უგრულად კარტოფილს. კარტოშკა. და ესა აზი. ესა აზი. ძმებიერი. და ასევე წავისვამ მზისგან დამცავ კრემს. ეხა არის თან 7:09 დაახლოებით 10-15 წუთში ვართ გასასვლელები. როგორც იცი, ავტობუსი არ გელოდებაო. ანუ ზუსტად 7:00-ზე გადისო. ამიტომ თუ დავაგვიანებთ, როგორ ხომ? წამწამები და всё. დამსგავსეთ მგონი ცოტა ადამიანს. ავტობუსმა ამის გავასრო. სულ მოგვიწევა და შეცვალ წასულ ყმარ დაგავდა. სამოსად. მოვიდით. ესა უნივერსიტეტი. ეხლა დავიხოთ და გავდივართ. ავტობუსით დაახლოებით 40 წუთი მოგვიწია სიარული და 8 წუთები აკლდა რომ მივედით. ცალკე გამოყოფილი კლინიკა აქვთ ცხენებისთვის და არ ველოდი მართლა ამას, მაგრამ ძალიან მომეწონა. პირველი ნაწილი გქონდა რადიოლოგია, სადაც შეგვიყვანეს ცალკე ლექციის ჰოლში და პირველი 10 წუთი გვიხსნიდნენ ყველაფერს, რა როგორ უნდა გავაკეთებინა და მერე მოგცეს ესეთი ლურჯი ოვეროლები, რომელიც უნდა გვაცვას ცხენებთან როცა ვართ. ლექციის პირველი ნაწილი დაეთმო, რომ ცხენი შემოიყვანეს და მერე თვითონ ამ ცხენზე გვიხსნიდნენ რადიოლოგიის, X-rays, როგორ უნდა გადაგვეღო ცალ-ცალკე ნაწილები და მერე მოგვიწია უკვე ჩვენით გაკეთება. აქ მაგალითად წინა ერთ-ერთი სახსრის X-rays ვიღებდით
და ეს ჯიარი რომელიც ანათებს და ეკიღებს და მე უკან მიჭირავს ეს პლეითი, რითიც რაზეც კონცენტრირდება ყველაფერი. აქამდე მარტო ძაღლებისთვის მაქვს გადაღებული X-ray და ეს ძალიან განსხვავებული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ეხლა მივდივართ ინტერნალ მედიცინის ადგილას, რომ ნახოთ ცხენები. ქირურგია მოვჭით, ძირითადად რადიოლოგია იყო და ფოტოები, ანუ X-ray-ის ფოტოები გადავიღეთ. სხვათა ძალიან მძიმე იყო. არ ვალოდე ეგეთ მძიმე რო ყოფილა. ხო და ეხლა მოვედით ცხენებთან და არ ვიცი რას გავაკეთებთ, მაგრამ ნახოთ. ამ ნაწილას გარეთ იყვნენ 3 ცხენი და აქაც ჯერ თვითონ აგვიხსნეს რა როგორ უნდა გავაკეთებინა. ეხლა რადგან პირველი კლინიკური იყო, გარეთა შემოწმებები გავიარეთ, ანუ როგორ უნდა შევამოწმოთ. მაგალითად, ხელებით რაღაცები, რა არის შესამოწმებელი, როგორ უნდა გავიგოთ სწორად და ეგეთი ყველაფერი და მე ჩვენით გავაკეთეთ ყველაფერი, ამიტომ ჯერ გული მოვისმინე, მე სუნთქვა მოვისმინე, მე მიუქოს მემბრანები შევამოწმე, მაგალითად თვალზე მაგას ვამოწმებდი და ასევე ტემპერატურაც ავიღე. და ვაჭამე, რა თქმა უნდა, შუალედებში. ერთ ცხენზე რო გავაკეთეთ ყველაფერი, მე სხვა ცხენებზე გადავედით, რომ მაინც გავიგო სხვა პარამეტრები ყველაზე. მე შედარებით ადრე მოვჭით და ამიტომ მეგობრებმა გავიყავით ტაქსი და ერთად წამოვედით ცოტა უფრო ადრე. გამარჯობა. ეხლა ხდება უკვე 6. სახლში მოვედით მგონი 3:30-ზე თუ რაღაც ეგრე. ჭამეთ და მე უბრალოდ გავიტიშე და ამ წამს გავიღვიძე. და ხვალ მაქვს ტესტი. რაში მაქვს ტესტი? პროტოზოოლოგიაში მაქვს ტესტი, სადაც უნდა ვიღო მგონი 75%. მაგას ვისწავლე ახლა და მაგისთვის მჭირდება ყავა. ყავის კაფსულების რაოდენობა შეხედეთ. ნესპრესო მქონდა განსხვავებული ტიპის. და არ მომწონდა თვითონ კაფსულები მაგისი. მგონი დოლჩე, გუსტო, ერქვა თუ რაღაც ეგეთი. და არ მომწონდა მაგის კაფსულები და დავაბრუნე უკან. და მეორადად ვიყიდე, მოიცა განახებთ. ეს და აი ძალიან კაია. თუ არ ვწდები ვერტუო თუ რაღაც ეგეთი ქვია. და ეს არის კაფსულა, რომელსაც ვსვამ და ყავის გემო თუ მოგწონთ მართლა ძალიან კაია. ძირითადად ცხელად ვსვამ ხოლმე, ანუ კრუმბლიჭკა. ვიცხელებ ხოლმე რძეს და მე ცხელ-რძეს ვუმატებ და დღეში რავი 3-4 შემილია ხოლმე დავლიო. ძალიან ცუდია, მაგრამ ენერგეტიკულებს აღარ ვსვამ. იმიტომ რომ აქამდე ეს ბოლო 2 წელია უნივერსიტეტის გამო ძალიან ბევრს ძალიან ხშირად ვსვამდი. და ვცდილობ რომ აღარ დავლიო და ეს სემესტრი მგონი არც დამილევია. პროგრესი. ხო და ეხლა ყავას გავიკეთებ და მეცადნებ. ხოთეში არის არ გქონიათ ამათ პრობლემა. მეგონა რომ ცხენების გამო დაგსუნავდნენ და ჩანთას და ასე შემდეგ. ცოტა მაინც დაინტერესებდათ, მაგრამ საერთოდ არ დაინტერესებდათ. ესე არიან. მთელი დღე ჩვენ თუ გვიძავს, ამათაც გვიძავს და თუ გძინავს, სუძინავთ. ჩვეულებრივად სულ ჩვენზე არიან აწყობილი. არ ვიცი TikTok-ი ნახეთ თუ არა, მაგრამ წინაზე მყავდა წაყვანილი იმაზე პატარა ცხოველების კლინიკურზე. და შემდეგ კლინიკურზე, შემდეგ კვირას ვაპირებ, რომ ორივე წავიყვანო. იმიტომ რომ ცოტა პრობლემა გქონდათ, მთელი დღე წაყვანილი რო ყავდა. არის ჩხუბეს, მაგრამ არც ძალიან ბედნიერად არ იყვნენ მთელი ღამე. მეორე დილას ჩვეულებრივად იყვნენ, მაგრამ მაინც ერთნაირი გამოცდილება რო ქონდეთ და ერთნაირი სუნებს რო გრძნობდნენ. მაგიტო ორივე ფიქრობ წავყვანოთ. და მაგაზე საერთოდ ფიქრობ, რომ შემდეგ მთლიანი კვირის ვიდეო გადავიღო, მაგაზე დამიწერეთ რამდენად გაინტერესებთ და ასევე დამიწერეთ როგორი ტიპის ვიდეოები გაინტერესებთ. იმიტომ რომ ძირითადად რასაც ვიჩვეული ვარ არის ძაღლები და ძაღლები აქ არ მყავს და ამიტომ ცოტა არ ვიცი როგორი ტიპის ვიდეოები მოგეწონებოდა ჩემგან. მაგრამ მაგაზე დამიწერეთ და გავითვალისწინებ ყველაფერს და ეს იყო ამ ვიდეოსთვის. მადლობა და შემდეგ.